კარგი კითხვა, იმიტომ რომ საქართველოს მე ვფიქრობ და სხვა შორის მიშას სააკაშვილს ჰქონდა იმ დღეს თავის ჩართვაში საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციაზე საუბარი, რომ რუსეთთან თქვათ რაღაც პრობლემები კი არავის არ უნდა, ჩვენ პარტიულად ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ არასწორი იყო მთელი ეს წლების უგვესმოდა ჩვენი როგორც პოლიტიკოსების, მედიის მხრიდან, სამოქალაქო სექტორის რუსეთის მიმართ არ გაღიზიანების პოლიტიკა. არ გაღიზიანების პოლიტიკა აქვთ ამათო და აბა შენ რა გაღიზიანების პოლიტიკა გინდა რომ გქონდეს? არ გაღიზიანების პოლიტიკაში ცუდი არაფერი, ანუ არ გაღიზიანების პოლიტიკაში თავისთავად ცუდი არაფერი. კითხვა რა აღიზიან, ანუ ხო, კითხვა რა აღიზიანებს. შენ უნდა შენი საქმე გქონდეს, შენი კონცეფცია. თორე მიხეილ სააკაშვილიც იყო ერთ-ერთი, ვინც ცადა თავი პირველ ეტაპზე რაღაც მიხეილ სააკაშვილი ახსენებს და ისიც იყო მათ რიგში, ვინც თავდაპირველად სადაპუტეთან დაუდგება და უბრალოდ არ ვიზიტით ჩავიდა, ხოლმე როდესაც პრეზიდენტად აირჩიეს 2004-ში, პირველი ვიზიტი მოსკოვში ჰქონდა მასაც და ნუ არც მიშას უნდა მისი გაღიზიანება, არც არავის, ანუ თავისთავად არასწორი ფორმა, რომ არ გაღიზიანება არის ცუდი. რო არ აღიზიანება, ხო, არც უნდა აღიზიანებდე, მაგრამ შენი საქმე უნდა გქონდეს, შენი ესე ვთქვათ სახელმწიფოებრივი ღირსება უნდა გქონდეს, მაგრამ ეს ყველაფერი რომ დაიცვა, გჭირდება უსაფრთხოების ქოლგა და ამისთვის ეხლა მადლობა ღმერთს, რომ ევროპამ გამოიღვიძა, იქ თურქეთიც ჩაერთო, თურქეთს მართლა ნატოში მეორე სიძლიერით ამერიკის მერე მეორე არმია ყავს და 85 მილიონიანი ქვეყანაა და შესაძლებლობებიც აქვს იარაღიც. გამორწმუნდილი ბრძოლაშიც და პლუს ბოლო პერიოდში შარშან თუ არ ვწდები დადო სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება აზერბაიჯანთან, აი ამ საერთო კონცეფციაში საქართველოს გეოპოლიტიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, გეო არის გეოგრაფია და მერე პოლიტიკა. გეოგრაფიულად ზუსტად მამძივართ აზერბაიჯანს და თურქეთს შორის და თურქეთი ევროპასთან სამხედრო პოლიტიკური კუთხით თუ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდა უკვე ნატოს გარეთაც და საქართველოს ჩაერთო, უკრაინა ისედაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ნუ ამ ხელისუფლების პირობებში ვერა და არა სამწუხაროდ, მაგრამ ისტორიულად განწყობებით, ხალხის მიმართ დამოკიდებულებით, შავი ზღვის რეგიონის ეს უსაფრთხოების კონცეფცია ძალიან კარგად შეიკრებოდა თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინის თანამშრომლობით და პარტნიორობით. ხედავთ რეგიონს ამერიკის მონაწილეობის გარეშე? ან შესაძლებლად მიგაჩნიათ თავდაცვის უზრუნველყოფა ევროპაში და ჩვენს რეგიონშიც ამერიკის ჩართულობის გარეშე? კი, მიმაჩნია, მაგრამ საბოლოო ჯამში ამერიკული მხარდაჭერა გვერდში დგომა ალბათ ყველას დაგჭირდება და მე დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება ტრამპის პირობებში და ტრამპის შემდეგაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ესენი აქამდე მივლენ. აი თუ გნებავთ ვენსის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები გავიხსენოთ, როდესაც როგორც კი გაიგო, ხო ამბობდნენ მთელი ეს პერიოდი წინა ადმინისტრაციიდან მოყოლებული, ტრამპი იძახდა ნატოში შესაბამის სტანდარტს არ აკმაყოფილებთ, ესეც ყველას ეშლება ხოლმე, არ ვიცი, ვიღაც გონია რომ ნატოში რაღაც შემოსატანი membership საწევრო კი არ არის, შენი ეკონომიკიდან 2% უნდა დაახარჯო თავდაცვას, ამაზეა. შენსავე თავდაცვას, ხო, შენი GDP თუ გაქვს, თქვა $1000, იქიდან 2% უნდა ხარჯავდე, შენ $20 უნდა ხარჯავდე შენს თავდაცვაზე და ამ $20-საც არ ხარჯავდნენ. ხარჯავდნენ 5, 10, 12, $9 და ამაზე იყო ლაპარაკი და როგორც კი ევროპელებმა დაიწყეს საუბარი, რომ მოდი მოვძლიერდეთ, ის 2%-იც დავხარჯოთ GDP-დან და ესე უფრო მეტიც და ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები შევქმნათ, ვენს და უკრაინაშიც ჩვენ ჩავიდეთ, დავდგეთ იქ მშვიდობის ყოფილება, ვიცე-პრეზიდენტმა წამოაძახა, რომ მაგათ 30-40 წელია არ უბრძოლიათო, რისი თავი აქვს, ეგრევე იეჭვიან. ანუ შესაბამისად, ჩვენ აქ მოძლიერდები, ამერიკაც ესე მარტო თავისი ჩრდილო ამერიკული კონტინენტით არ დაკავდება, რა თქმა უნდა, შენ გვერდში დადგება, მაგრამ უკრაინასთან ერთად, თურქეთთან ერთად ახლა ფოთებზე